ახლა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი ბრიუსელია, სადაც ზუსტად 1 საათში დაიწყება პირველი ტექნიკური შეხვედრა ქართული ოცნების მიერ გაგზავნილ დელეგაციასა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის. რამდენიმე საათის წინ ევროკომისიაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რატომ გახდა ამ ტექნიკური დიალოგის ჩანიშვნის აუცილებლობა და ეს პროცედურა იწყება მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დგება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების ამოქმედება. მარკუს ლამენტმა ისაუბრა რამდენიმე საათის წინ ევროკომისიაში, მან პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირი უკვე გადადის მომდევნო შემდეგ ნაბიჯებზე, იწყებს მოქმედებას და ამ ტექნიკური დიალოგის ფარგლებში ქართულ ოცნებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული არგუმენტები, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი. ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა და დემოკრატიის რღვევა, ეს არის ორი ძირითადი მიზეზი, რაც ევროკომისიის სპიკერმა დაასახელა და სწორედ ამ საკითხებზე, ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე მოუწევს ქართული ოცნების დელეგაციას კითხვებზე პასუხების გაცემა, ამიტომაც დიალოგი, რომელიც დაახლოებით 1 საათში დაიწყება ბრიუსელში, დიდი ალბათობით საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში წარიმართება. როგორც ამ კვირის დასაწყისში განმარტეთ, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება. ეს არის სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი იწყებს მოქმედებას. ეს მოხდება მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას თავდაპირველად 12 თვის ვადით სავიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სამსახურეობრივ და ოფიციალურ პასპორტებს. მას შემდეგ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ამ ზომას. ასე რომ ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც გამოიწვია შეჩერება. აი ამ საკითხზე იქნება საუბარი. ეს გარემოებები, რომლებმაც შეჩერებამდე მიგიყვანა უბრალოდ რომ შეგახსენოთ, არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ძლიერი არგუმენტებით არიან შეიარაღებულები და მაკა ბოჭორიშვილის მიერ გაგზავნილი დელეგაციას ბრიუსელში აქვს კონკრეტული არგუმენტები იმ კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო თვეების და განსაკუთრებით წლების განმავლობაში ევროპელი პარტნიორებისგან გვესმის. ქართული ოცნება ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას და დემოკრატიის რღვევას არ აღიარებს, შესაბამისად, მათი დღის წესრიგი ახლა ბრიუსელში არის ის, რომ არათუ სრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც ევროპელ პარტნიორებს გაწერილი აქვთ, მათ შორის გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ანგარიში, არამედ საერთოდ მოხსნან დღის წესრიგიდან ის კრიტერიუმები და წინაპირობები, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეჩერდეს უვიზო რეჟიმი. ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდში ამტკიცებენ და დეზინფორმაციით ცდილობენ ისევ უპასუხონ იმ კრიტიკას, რაც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში არსებობს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მიმართ კრიტიკა ბრიუსელს აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ არ გახსნა ქვეყანაში მეორე ფრონტი, რომ რუსეთს არ დაუწესეს სანქციები, თუმცა ეს არ არის ის მოთხოვნები, რომელსაც ევროპელი პარტნიორები აყენებენ. სამი ძირითადი მოთხოვნა არის დღის წესრიგში, ეს არის ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების შეჩერება, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის შეჩერება და ის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც თავიდან ბოლომდე ძირს უთხრის დემოკრატიულ სტანდარტს და პირდაპირ ამბობენ ბოლო დღეების განმავლობაში ევროკომისიაშიც, რომ ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული. ძირითადი მოთხოვნები თქვენ იცით, ეს არის 4 საკითხია, ეს ვიზა ლიბერალიზაციის თემა, საგარეო კურსის თემაა და გარკვეული კანონების უკან წაღების თემა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია და საგარეო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაში და თუნდაც სამხედრო დაპირისპირების პროცესში ჩაურევლობა ჩვენი პოზიციაა და ამას ვერანაირად ვერ შევცვლით. წინააღმდეგ ქვეყანა დაინგრევა წინააღმდეგ შემთხვევაში და მე უკვე როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზა ლიბერალიზაციის თემაც საერთოდ კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა. დღევანდელი ბრიუსელი არ გამოირჩევა პრაგმატული პოლიტიკით. ჩვენ ვნახეთ არაერთხელ მათი გონივრული გადაწყვეტილებები. დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან, იმიტომ რომ მათ
პოლიტიკას არ გავყევით. რა პოლიტიკა იყო ეს? რომ სანქციები დაგვეწესებინა ესე იგი რუსეთისთვის და ჩვენი ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ხოლო თვითონ იცით თქვენ რომ ღვინით ექსპორტში ღვინის სამშობლო ვართ საქართველოს და ჩვენ გადაგვასწრეს ექსპორტში. აი ესეთი სანქციები უდებთ. და ნატო პროდუქტების ვაჭრობაში რუსეთთან პირველ ადგილას არიან. და მეორე გითხრეს რომ ესე იგი მოხალისეები დატვირთულის უნდა გაგვეგზავნა რა მთავრობის ხელშეწყობით მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა. და ამაზე უარი უთხარით. ჩვენ თქვით რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ და პრაგმატულ პოლიტიკას გავატარებთ. ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი ახლა ცდილობს, რომ ეს შეხვედრა, პირველი შეხვედრა, რაც უვიზო რეჟიმის შეჩერებას უკავშირდება, წარმოაჩინონ როგორც ერთი უბრალო ტექნიკური დიალოგი. დიახ, ეს არის ნამდვილად ტექნიკური დიალოგი, თუმცა ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან ვიზა ლიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ტექნიკური საკითხების გარდა აქ განხილვის მთავარი თემა იქნება ის პოლიტიკური საკითხები, რაც ბრიუსელისთვის შეშფოთების საგანია ბოლო წლების განმავლობაში. და რის გამოც ქართული ოცნების ლიდერების მიმართ სავიზო ლიბერალიზაცია ამოქმედა ევროპელმა პარტნიორებმა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს სავიზო სანქციებიც კი დაუწესა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა გადადგა, თუმცა ეს ტექნიკური დიალოგი, რომელიც დღეს იწყება, ეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, რაც ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა არის სერიოზული და ბრიუსელშიც ამას ძალიან მძიმედ აღიქვამენ. ეს ტექნიკური დიალოგი კი იქნება პრაქტიკულად გადამწყვეტი იმ პროცესებისა, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს, რადგან წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს დოკუმენტი ევროკომისიისა, სადაც იქნება პირდაპირ რეკომენდაცია გაცემული ევროკავშირის ლიდერების მიმართ, უნდა შეუჩერდეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. პირდაპირ ეთერში ინაც არციძე საუბრობდა.